გამარჯობა ხალხო, მე ვარ ლუკა და ახლა რასაც ხედავთ არის ვიდეო თამაში, რომელიც მე გავაკეთე. იდეა არის მარტივი, მოთამაშე დაფრენოს რაღაც კოსმოსურ გვირაბში და მიზანია რომ წინაღობებში გაძვრე და რაც შეიძლება დიდხანს გადარჩე. თქვენ წითელ წინაღობებს დაეჯახები, კვდები და თამაში შეგიძლიათ თავიდან დაიწყო. ეს თამაში არის პროტოტიპი და დრო რომ გადავაბა, ალბათ გამოვა რომ 1 დღე დაუთმე ჯამში ამის გაკეთებას, მაგრამ კომენტს გაია. ნუ მოკლედ, გადავიდეთ თავარზე, თუ როგორ გავაკეთე ეს თამაში. გავხსნათ თამაშის ძრავი Unity. თავიდან სცენაში არაფერია და ესთეტიკისთვის ჩავამატე ცარიელი კუბი. ცოტა სცენა რაღაცას დავამგვანე, ობიექტებს მატერიალები დავადე და დრო უკვე მოთამაშის მექანიკაზე ვიფიქროთ. შევქმნით სკრიპტი, დავადე კუბს, ანუ ჩვენ მოთამაშეს. დავწერე მარტივი კოდი და არც მეტი არც ნაკლები, ლურჯი კუბით დავფრინავს, მაგრამ რაღაც არ მომწონს, კამერა უშნოდ მიყვება. ამიტომ შევქმნი მეორე სკრიპტი კამერისთვის და უკვე კამერა მოთამაშეს გაყვება. მაგრამ კიდევ არ მომწონს. კამერა მოთამაშის მიმართულებისკენ უნდა იყურებოდეს. ამიტომ დავამატე ერთი მარტივი ხაზი კოდში, რამაც ეფექტი სულ შეცვალა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე ძალიან ვერთობი მიღებული შედეგით. მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. დრო მოვიშოროთ კუბი და მის სანაცვლოდ თვითმფრინავის მოდელი გამოვიყენოთ, რომელიც 3D პროგრამაში Blender-ში ავაწვე. გადმოვიტანა Unity-ში და შედეგსაც ხედავთ. მეტი ეფექტისთვის მოდელს უკან დავამატე კვალი, რომელსაც გზაში ტოვებს, რაშიც გამოვიყენე Unity-ს Trail Renderer. აი ახლა ჩანს ძალიან საინტერესო რაღაც. ჯერ უნდა იცოდეთ, რომ თამაშებში ძალიან ბევრი რამე არის ილუზია, რასაც დეველოპერები სხვადასხვა ტექნიკური ხრიკებით ვაკეთებთ. მაგალითად, ჩემი იდეისთვის სჭირდება უსასრულო გზა, რომელიც შორ-მანძილზე იქნება მოღრეცი. ამისთვის მე რომ 3D მოდელი გავაკეთო, არ მომცემს იმ ეფექტს, რაც გონებაში მაქვს. ამიტომ არსებობს გრაფიკული პროგრამების სამყაროში შეიდერები. ანუ პროგრამები, რომლებიც ეშვება GPU-ზე და ობიექტის ვიზუალზე გვაძლევს სრულ თავისუფლებას. გავაკეთე შეიდერი, რომელიც ობიექტის წერტილებს შორ დისტანციაზე რაღაც მანძილითა და მიმართულებით გადაწევს. შედეგად მივიღეთ ის, რასაც ხედავთ ამ წამს. ვიცი, ძალიან ბევრი იყო ეს ინფორმაცია, მაგრამ არა უშავს, ახლა თუ ვერ გაიგე, მერე გაიგებ. შევქმნი ახალი მოდელი გვირაბისთვის და ჩავანაცვლებ ბრტყელი გზა. ცოტა ემგვანება საბოლოო თამაშს. გავაკეთე ახალი მოდელები წინაღობებისთვის და გადმოვიტანე ძრავში. მივამაგრე გვირაბს და უკვე შეგვიძლია ვიფრინოთ და გავძვრეთ. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მონახაზია. დაბრკოლებები არ მოძრაობენ, ამიტომ დავწერე კოდი და ახლა ადგილზე ტრიალებენ. კიდევ არ მომწონს რაღაც. ეს გვირაბი არის ძალიან უბრალო და ერთფეროვანი, ამიტომ ხომ იცით რა უნდა გავაკეთოთ. გავაკეთე კიდევ ახალი 3D მოდელი, ბევრი დეტალით, განათებებით, ბადით, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე გადავწყვიტე და კედლებით. გადმოვიტანე ძრავში და შედარება არ არის, მომწონს. მოდი გავტესტოთ ჩვენი ახალი ვიზუალი. კარგია, მაგრამ როგორც ყოველთვის რაღაც არ მომწონს. შევცვალოთ მოთამაშის ცეცხლის ფერი, გავხადოთ მოლურჯო და გავტესტოთ. შემდეგ დავამატოთ ვიზუალური ეფექტები post-processing-ით, bloom-ი, motion blur-ი, ცოტა ჩავამუქოთ და chromatic aberration-ი, რომელიც კამერის კიდეებთან საინტერესო ფერების წამსვლებას იწვევს. ბევრი დეტალი თვითონ პატარაა და დიდად არც ჩანს, მაგრამ საერთო ჯამში დიდ სხვაობას გვაძლევს ვიზუალში. მინდოდა თამაში ყოფილიყო მაუსის კურსორი და ამისთვის გადმოვწერე crosshair ბაკი. ასევე სცენაში ნაწილაკები მინდოდა ყოფილიყო გაფანტული და ამისთვისაც ეფექტი შევქმენი. ეს ყველაფერი გადასარევი, მაგრამ თამაშს ერთი სერიოზული პრობლემა აქვს. მოთამაშე ობიექტებში ძვრება, იმიტომ რომ კოლაიდერები არ გვეყენია. გახსოვს ხო ილუზიებზე რომ ვლაპარაკობდი. სინამდვილეში მთლიანი გვირაბისთვის კოლაიდერი არც დამიდია. მხოლოდ პატარა მონაკვეთს დავადე, რომელიც მოთამაშეს სულ დაყვება, მაგრამ ის ამას ვერც კი ამჩნევს. კოლაიდერი დავადე სხვა ობიექტებსაც და საბოლოოდ დაგვრჩა მენიუს ელემენტები. მენიუს დავამატე და მთელი თამაში მზად არის. ერთი გამონაკლისით. ხმები არ დამიდია თამაშზე მარტივი მიზეზის გამო. ძალიან დამეზარა და თან ისეთი თამაშია ბექგრაუნდზე მუსიკა რო ჩართო, წავა რა. თულ ეს იყო. ამ ვიდეოს გამოხმაურება თუ ჰქონდა, სამოვალოდ ვაპირებ რომ game development-თან და 3D გრაფიკასთან დაკავშირებით ვიდეოები გადავიღო. გამოიწერეთ არხი და მეკომენტარეთ რა მოგეწონათ რა არა და რაც მთავარია გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს. მადლობა, დროებით.